ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი, მე-12 ნაწილი. 1024 წლის საქართველოს სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებად წლად იქცა. ამ პერიოდში მეფე დავითმა თავისი მმართველობის ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური სამხედრო კამპანია განახორციელა, რომელმაც უჩვეულოდ ვრცელი გეოგრაფიული არეალი მოიცვა. წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ 4 სხვადასხვა მიმართულებაზე 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ზაფხულის დადგომასთან ერთად სამეფო კარმა ხანმოკლე პაუზა აიღო. მეფე დავითი ოჯახის წევრებთან და სამეფო დარბაზის მოხელეებთან ერთად ჯავახეთში, სოფელ ბოჟანოს საზაფხულო რეზიდენციაში გაემგზავრა. აგარაგზე ყოფნისას სამეფო კარი აქტიურად იყო ჩართული შიდა სახელმწიფოებრივი საკითხების მართვაში. მეფე აქვე მასპინძლობდა უცხოელ ელჩებს, ფეოდალებსა და კარის მოხელეებს. აგვისტოს 1 დღეს ბაგრატიონთა საზაფხულო რეზიდენციას სომეხ დიდგვაროვანთა და სასულიერო პირთა დელეგაცია ეწვია. სტუმრები სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქიდან იყვნენ მოსულნი. ქალაქი ანისი იმ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგაპოლისი იყო. მასზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა, რაც ქალაქს უზარმაზარ სავაჭრო სატრანზიტო მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ თავს იყრიდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომავალი საქონელი. ქალაქი გამოირჩეოდა ძლიერი გალავნებით, მრავალი ეკლესიითა და ბაზრებით, რის გამოც იგი მთელ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ცენტრად მიიჩნეოდა. მისი მოსახლეობა, სიმდიდრე, სტრატეგიული მნიშვნელობა და მასშტაბი ბევრად აღემატებოდა როგორც ქუთაისს, ისე საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ანის 1001 ეკლესიის ქალაქად მოიხსენიებდნენ. განვითარების უმაღლეს ეტაპზე აქ 100,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და ქალაქი მეტოქეობას უწევდა ისეთ დიდ ცენტრებს, როგორებიც იყვნენ კონსტანტინოპოლი, ბაღდადი და დამასკო. ანისი რეგიონის უდიდეს ქალაქად ითვლებოდა და ვინც რეგიონში დომინანტურ პოზიციას იკავებდა, ის ფლობდა ამ მნიშვნელოვან ცენტრსაც. თავდაპირველად ქალაქი ბიზანტიელებმა წაართვეს სომხებს. მოგვიანებით იგი თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა. საბოლოოდ კი ანისი შედადიანთა მუსლიმური დინასტიის მფლობელობაში აღმოჩნდა. შედადიანები თავდაპირველად შედარებით მშვიდ პოლიტიკას ატარებდნენ, თუმცა მოგვიანებით ქრისტიანთა დევნა და ტაძრების მეჩეთებად გადაკეთება დაიწყეს. ქრისტიანული მოსახლეობა მძიმე რელიგიურ და ეკონომიკურ ზეწოლას განიცდიდა. 1118 წელს ქალაქის ახალმა მმართველმა ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის ნახევარმთვარე და ანისის საკათედრო ტაძრის თავზე აღმართა, რის შედეგადაც ტაძარი მეჩეთად გადააქცია. ამ დროს საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა და სომეხი მოსახლეობა იმედის თვალით ადევნებდა თვალს დავითის გამარჯვებებს უცხოელ დამპყრობლებზე. სწორედ ამიტომ ანისელმა თავადებმა დახმარებისთვის ერთადერთ რეალურ ძალას, მესიის מחვილად წოდებულ დავითს მიმართეს და ქალაქის გასათავისუფლებლად მიიწვიეს. მეფე კარგად აცნობიერებდა, რომ ანისის ფლობა რეგიონზე სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტროლს ნიშნავდა. ამიტომ დავითი დათანხმდა სომეხი თავადების მიწვევას, რათა საბოლოოდ დაესრულებინა სელჩუკთა ბატონობა ჩრდილოეთ სომხეთში. სამეფო კარმა ცოტა ხნის წინ დათხოვილი ლაშქარი კვლავ მოიხმო. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა მეომრებმა სწრაფად მოიყარეს თავი ჯავახეთში და მოკლე დროში მეფის განკარგულებაში კვლავ ძლიერი არმია აღმოჩნდა. 1024 წლის აგვისტოში სამეფო ლაშქარი უკვე ანისის მისადგომებთან იყო. ქალაქის მესვეურებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და რამდენიმე ბრძოლა გამართეს, თუმცა ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. დავითმა ქალაქს ალყა შემოარტყა და მესამე დღეს შტურმის დროს ქართველმა მეომრებმა ქალაქში შეღწევა მოახერხეს. მათ მხარეს სომხური მოსახლეობაც გადავიდა, რამაც ქალაქის დაცვა კიდევ უფრო შეასუსტა. ანისი დაეცა
სომხური წყაროების ცნობით, ბრძოლებში მტერმა დაახლოებით 20,000 კაცი დაკარგა. მეფე დავითი და საქართველოს სამეფო არმია ანისში გაშლილი დროშებით ტრიუმფით შევიდა. ქალაქში შესვლის შემდეგ დავითმა ადგილობრივი მმართველები შეიპყრო, ანისიდან გააძევა და თბილისში გაგზავნა. ამის შემდეგ ქართველთა ხელმწიფე მეჩეთად ქცეულ საკათედრო ტაძარს ეწვია. ტაძრის გუმბათიდან ჩამოახსნევინა ნახევარმთვარე. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა. გიხაროდეს შენ, წმინდაო დედოფალო, რამე თუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან. 60 წლიანი ბატონობის შემდეგ ქალაქი გათავისუფლდა. ანისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები საქართველოს სამეფოს შემოუერთდა. მეფემ ქალაქის მცველებად მესხი აზნაურები დატოვა, ხოლო ქალაქის განგებლად კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი აბულეთი და მისი ძე ივანე დანიშნა. ამავე წლის შემოდგომაზე დავითის ბრძანებით კახელმა და ჰერმა მეომრებმა შირვანისკენ მორიგი იერიში მიიტანეს და რეგიონი საბოლოოდ დაიმორჩილეს. ამიერკავკასიიდან სელჩუკთა განდევნამ საქართველოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე განავრცო. საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობდა ძალა, რომელიც უძლებელ ქართულ მხედრობას ღია ბრძოლაში დაამარცხებდა. ანისისა და შირვანის შემოერთების შემდეგ სამეფო კარის ამბიციები გაცდა რეგიონალურ მასშტაბებს და კიდევ უფრო სამხრეთით მიიმართა. დავით აღმაშენებლის სტრატეგიული გეგმა საქართველოს საზღვრების მდინარე არაქსამდე გადაწევას და ისეთი დიდი ქალაქების დაუფლებას ითვალისწინებდა, როგორიც იყო დვინი, განძა, ნახჭევანი და სხვა დიდი სავაჭრო ცენტრები. თუმცა სწორედ ამ გრანდიოზული გეგმების განხორციელებისას ქვეყნის ბედი მოულოდნელად შეიცვალა. 1024 წლის ზამთარში 53 წლის მეფე შეუძლოდ გახდა. მე-12 ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია ჯორჯიან ტაიმსი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.